ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა იმით, რომ მთელი უკრაინა არ დაიპყრო. ტრამპმა ეს კომენტარი გააკეთა ოვალურ კაბინეტში, სადაც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იუნას გარ სტორეს სავაჭრო საკითხებისა და უკრაინაში რუსეთის ომის განსახილველად მასპინძლობს. რა დათმობაზე წავიდა რუსეთი, რითაც მშვიდობასთან უფრო დაგაახლოვათ. ომის შეჩერება. შეჩერდა და მთელი ქვეყანა არ დაიკავა. საკმაოდ დიდი დათმობაა. უკრაინა და ევროპელი პარტნიორები აცხადებენ, რომ უკრაინული მიწების მიტაცების პროცესის შეჩერება დათმობა არაა, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სჯერა, ქვეყნები მშვიდობას მიაღწევენ. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დამთავრებას თავისი ვადა აქვს და მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის დამოკიდებულება ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. მე ჩემი პირადი ვადა მაქვს და გვინდა რომ ეს სწრაფად მოხდეს. პრემიერ-მინისტრი ამაში გვეხმარება. მასაც სურს ყველაფერი მალე მოხდეს და ნატოშიც ელოდებიან ომის დასრულებას. ამერიკად გვაქვს ვადა და მისი გასვლის შემდეგ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი სისხლის ხვრის დასრულებაა, რადგან ყოველკვირეულად ორივე მხრიდან 5,000 ჯარისკაცი იღუპება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში ომის დასრულების ძალიან კარგი შანსი არსებობს.